რა უნდა იცოდე აქ და ახლა? პირველ რიგში შენ ხარ ადამიანი, რომელიც სრულად კონცენტრირებული არის თავის ოჯახზე, საყვარელ ადამიანზე, ირგვლივ სოციუმზე. ძალიან დიდი პასუხისგებლობა გაქვს აღებული შენს თავზე, იღწვი, შრომობ, კეთილსინდისიერი ადამიანი ხარ. შესაძლებელია იყო მიწის სტიქია, ძალიან კარგად გამოგდის თანხის გამომუშავება, შეგროვება, ინვესტიციები, დაგეგმარება. მუდამ ცდილობ იმას, რომ სხვებს ასიამოვნო, სხვებისთვის იყო კარგი, მაგრამ ამ მომენტში შენი თავი გავიწყდება. იცი რა არის, შენ თვითონვე მოაქციე შენი თავი გალიაში, ზედმეტი პასუხისგებლობების გალიაში, ტოქსიკურობის გალიაში. რატომ აძლევ უფლებას, რომ შენ ადამიანებმა გამოგიყენონ, შენი სიკეთე გამოიყენონ? ზოგჯერ ჯანსაღი ეგოიზმი საჭიროა, რომ ამ ცხოვრებაში წინ წახვიდე. რატომ აძლევ უფლებას საყვარელ ადამიანს ან მეგობრებს, შენს ირგვლივ მყოფ შეიძლება თანამშრომელსაც, უფროსსაც, რატომ აძლევ უფლებას, რომ მოგაყენონ ზიანი? რატომ არ უსწორებ თვალს სიმართლეს? ხომ იცი, ხომ გახსოვს, რომ სიკეთის გაკეთებაც არის სიბრძნით საჭირო? შენ გჭირდება გამორკვევა იმისა, თუ რა გინდა ცხოვრებაში. შენი თავისთვისვე უნდა იცხოვრო, გამოფხიზლდი. დაიწყე ზრუნვა შენს თავზე. კი ეს იქნება საკმაოდ ნელი პროცესი, გაიცანი შენი თავი. შენ მეტი ინფორმაცია გჭირდება საკუთარ თავზე, შენ შინაგან სამყაროზე. შენ ოცნება დაგავიწყდა, როგორია დაუთმო დრო საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ ოცნებებს. განკურნება გჭირდება, ზომიერება გჭირდება სიკეთეში, მოახდინე ბალანსირება პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის, ან სხვა ადამიანებსა და შენ სურვილებს შორის. იზრუნე ყველაზე ძვირფასზე, ვინც გყავს, პირველ რიგში ეს არის საკუთარი თავი. ხო შენ გამოდი ამ გალიიდან, გამოდი და განთავისუფლდი. სხვების განთავისუფლებაზე კი ნუ ფიქრობ ახლა, შენ შიგნით, შენ სამყაროში ჩაიხედე. ახლა ეს არის შენი საკეთებელი. მე მჯერა შენი წარმატებები.